გამარჯობა, მოგესალმებით ძმების პოდკასტის მეორე ეპიზოდი ფაბ 44-ში ვიმყოფებით. ისევ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ფანტასტიკური სივრცის დათმობისთვის და სანამ დავიწყებთ მანამდე გეტყვით რომ YouTube-ზე აი ამ სახელწოდებით გამოგვიწერეთ, ასევე Facebook-სა და TikTok-ზე გამოვყვევით და დალაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ამბავი გელოდებათ. კარგი ისაა, რომ განახლდა ეროვნული ლიგის მორიგის სეზონი დაიწყო მოკლედ და მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ უკვე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, ბოლო თამაში მოუგო ტორპედოს, ერთ-ერთ პრეტენდენტს ჩემპიონობის, საკმაოდ დაძაბული და კაი თამაში გამოვიდა, 2-0 დაამარცხეს, მიხელ მესხზე გაიმართა ეს შეხვედრა და რატო უშუალოდ ხავს იბერიას ეგ ვთქვათ, იმიტომ რომ მოქმედი ჩემპიონები არიან და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ეს გუნდი წარმოადგენს დაიცავს საქართველოს ღირსებას. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი და გუნდის ლიდერები გაუშვეს, ოთო მამაგეიშვილი და სილა, თუ სწორად ვამბობ, ხო შემტევი ძალიან სერიოზულად კარგი მოთამაშე, ნუ ამ გუნდისთვის დიდი ძალა იყო. მაგრამ არის სიახლეები, დაიბრუნეს სილაგაძე, იმიდან ლატვიიდან, დაიბრუნეს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი და ნუ ფაქტია რომ კარგად იწყებენ. ისიც თქვა რომ ფაბ 44-ში სადაც ახლა ვიმყოფებით, პატარა ფან-კლუბი არის მოწყობილი იბერიას. კი ბატონო. მოკლედ ეროვნული ლიგა დაიწყო და ზაფხულში გველოდება ცხელი ზაფხული, მოკლედ ისევ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ველით ქართული გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე. იმედი ვიქონიათ რომ წელს მაინც კონფერენს ლიგაზე ხო, იბერია, ახლოს მაინც კი ბატონო, იბერია, ტორპედო სპაიერი თასის გამარჯვებული და გორის დილა. ეს 4 გუნდი დაიცავს ზაფხულში საქართველოს ღირსებას ევროტურნირებში და იმედი ვიქონიოთ რომ ეხლა მაინც მოახერხებთ ჯგუფ ეტაპზე გასვლას. და ნამდვილად შევხედავთ ვინ როგორ ფორმაში იქნება, ვისი და რისი იმედი უნდა გქონდეს და ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ თუ არა. ზაფხულში ოპტიმისტურად ოვარენში უყურებთ უკვე რამდენი წელია, მაგრამ ნუ როგორც წეგან აღნიშნე, მხოლოდ და მხოლოდ იმედის გაფრთხილება გვაქვს. სხვა არაფერი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2025 წელი, როგორც 2024 წელი იყო ისე, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ქართულ ფეხბურთში დიდი ამბავი მოხდა. სანაკრებო ფეხბურთში უდიდესი ამბავი მოხდა. წელსაც იმედი ვიქონიოთ, რომ 2025 წელიც მიებნებ ამ 2024-ს და შევძლებთ აკვე რა სანაკრებო ფეხბურთი რადგან ვახსენეთ. არ მინდა რომ ჩაიკარგოს ის ამბავი, რომ 21 წლამდე ნაკრები პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ზაფხულში ეს ამბავი გველოდება ახალგაზრდული ნაკრების და მოკლედ კარგი ამბებია სანაკრებო ფეხბურთში. და რემისის აღნიშნეთ, რომ 20 მარტს და 23 მარტს საქართველოს ნაკრები სომხეთთან ითამაშეს, პირველი თამაში იქნება გასვლაზე ერევანში, მეორე თამაში იქნება სახში და ის აღნიშნოთ რომ პირველ თამაში აღყოლებიან ქუჩა კვარაცხელია და გურამკაშია ყვითელი ბარათის დისკვალიფიკაციის გამო და ეს თამაშიც ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს თამაში იქნება B დივიზიონში შესანარჩუნო, ანუ დასარჩენი, ხო. წადი ახლა ძიუდოზე. ძიუდოზე წავიდეთ, ვთქვათ ის, რომ 21-23 მარტს გაიმართება თბილისის გრანდსლემი, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს თბილისის გრანდსლემს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დავიწყოთ. ყველას 28 ბიჭი იჭიდა 10 გოგო, დღეს დაიდო ქალთა ნაკრების შემადგენლობა და 28 ბიჭი არიან ილიას ულომაინძე, ანუ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები. ილიას ულომაინძე, გურამ თოშიშვილი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ლაშა ბექაური ოქზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა შავდათოშვილი ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, უკამა ისურაძე. ნუ ყველას არ ჩამოთვლით უბრალოდ და არ არის ტატო, ხო. ნუ ტატო ეხა კიდე ავსტრიაში იჭიდავს, კიდე ერთ შეჯიბს, იქაც 90-ში და ნუ თბილისის განცემზე დაისვენებს რა. არ ვიცით ჯერ ჩამოვლენ თუ არა იაპონელები, მაგრამ აუცილებლად ხაზზე უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფრანგები მოდიან ძალიან მაგარი გუნდით, უკამხეიძეც იქნება. ყველა ის ძიუდოისტი იქნება ტედერინერის გარდა, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღეს მონაწილეობა და ქალებში იქნებიან ყლევანი. ნუ ყოველ შემთხვევაში წინასწარ შემადგენლობაში 28 სპორტსმენი წერია, 14 კაცი, 14 ქალი და 28 ვეზე ვერ ვიტყვი ალბათ, მაგრამ მინიმუმ 10 ლეგენდარული ძიუდოისტი. აქედან ოლიმპიადაზე მედლები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და ასე შემდეგ. შოჰეი ონო ჩაატარებს მასტერ-კლასს საქართველოში, რაც არ არის პატარა ამბავი, ნამდვილად და რუსთავში იქნება ეს მასტერ-კლასი და დასწრება თავისუფალია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, რომ დასწრება 24 კი გრანდსლემის დასრულების მეორე დღეს შოჰეი ონო გამართავს რუსთავში. იქნება ვარჯიშები, იქნება უფასო დასწრება, რომ წარმომიდგენია უკვე როგორ ელოდებიან პატარა ძიუდოისტები. ადამიანი, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, 16-ში რიოში მოიგო და 20-ში ტოკიოში და ტოკიოში ფინალში მოიგო შავდათოშვილი. და 3-გზის და 4-გზის სოფლიო ჩემპიონია. 4-გზის სოფლიო ჩემპიონია. სიტყვა არ გეთქვს, რა თქმა უნდა, შავდათოშვილზე, ეგეთი დიდი სპორტსმენი ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში ძალიან ცოტაა. ნუ მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, საქართველოს ჩამოდის ძიუდოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო
სპორტსმენი, ანუ ძიუდოისტი და მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეს, იმიტომ რომ ძიუდო როგორი პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში, იცით, ან ძალისმიერი სპორტები გვიყვარს ჩვენ და პატარა ბავშვებისთვის და დამწყები ძიუდოისტებისთვის ეს ძალიან მოტივაცია იქნება, თან უფასოა. გავაგრძელოთ ხო, ეხლა მოგვიყევი რაგბის ამბები. კი ბატონო, რაგბი, მოკლედ ნახევარფინალი ვითამაშეთ რუმინეთთან. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მან, 2 მარტს ჰქონდა ეხა რუმინეთთან თამაში და მოვუგეთ 53-5. შარშანად ზუსტად 2 მარტს 53-5 მოვუგეთ რუმინეთს. ზუსტად იდენტური ანგარიში დაждდა. ნუ მოკლედ ამ გამარჯვებით გავედით ფინალში რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ვეთამაშებით ძალიან უცნაურია. პორტუგალია უნდა მეთქვა და ესპანეთს ვეთამაშებით. დიდი სენსაცია არა, ეს დიდი სენსაციას ვერ დავარქოთ, მაგრამ სენსაცია მოხდა. პორტუგალიის ბოლოდროინდელი შედეგი. ნუ პორტუგალია გახსოვთ სოფლიო ჩემპიონატზე ფრეგ ვეთამაშა, მაგამდე ყველგან მოგებით, მაგრამ სოფლიოზე ვერ მოვუგეთ და ნუ მოკლედ სენსაცია დაფიქსირდა. ბოლოს რუმინეთამდე ესპანეთს ეწვია სწორედ ესპანეთში ჯგუფში. მაგარი თამაში 62 ქულა გავუკეთეთ ესპანეთში თან მოდი უხეშად არ ვთქვა, ანუ პირდაპირ ვთქვათ რომ გადახალისებული გუნდით რა და ფინალს ვთამაშობთ მიხეილ მესხის სტადიონზე 15-ში არის ფინალი იმასა ესპანეთთან და მე 17-ად ალბათ მოვიგებთ ხო მოვიგებთ და ზედიზედ მე-9-თ თუ არ ვწდები. წარმატებული უსულოთ საქართველოს ნაკრებს და ისიც ვთქვათ რომ ალბათ ესპანეთს ნუ ფინალში თან აქ კარგი დღე არ დაადგება რა. შეავჩენოთ სხვა შორის რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ დღეს იწერება ეს გადაცემა და გუშინ და გუშინ წინ იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები და საპასუხო მატჩები იქნება ეს გადაცემა როცა ეხლა გადის, როცა უყურებთ, რამდენიმე საათში, 2 საათში დაიწყება საპასუხო შეხვედრა. ყვარა ითამაშებს ენფილდზე. ამაზე სპეციალურად არ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ რამდენიმე წამში შემოგვიერთება სტუმარი, რომელიც დეტალურად ილაპარაკებს ამ ყველაფერზე, მოლოდინებზე, ყვარას თამაშზე და ნუ მოკლედ ბევრს ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი იქნება ტატო ბაციკაძე, საფეხბურთო კომენტატორი და ჩემი აზრით ტატოზე კარგად ვინმე მილაპარაკოს ამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე დღეს საქართველოში ფეხბურთის და რამდენიმე წამში ვისაუბრებთ ტატოსთან ამ ყველაფერზე. აქვე გთხოვთ რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოკვეთ Facebook-ზე და TikTok-ზე და ამ ყველაფერთან ერთად გამოწერასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავაიქოთ ეს ვიდეო. და კიდევ ერთხელ მადლობა Pub 42-ს, სადაც ახლა ჩვენ ერთად ვიმყოფებით. წავედით ტატოსთან მეორე ბლოკში. იწყება მეორე სტუმრის ბლოკი და როგორც ხედავთ, ტატო ბაციკაძეა ჩვენთან ერთად ფეხბურთის კომენტატორი, ყოფილი კომენტატორი არ ითქმის, ფეხბურთის კომენტატორი და ვისაუბრებთ ჩემპიონთა ლიგაზე, იმიტომ რომ ეს გადაცემა რო იწერება გუშინ და გუშინ წინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები და დღეს ზუსტად ეს გადაცემა როცა დაიდება YouTube სივრცეში, დღეს ღამე უკვე საპასუხო შეხვედრები არის ჩანიშნული დღეს და ხვალ. გამარჯობა პირველ რიგში, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ და როგორ ხარ, აბა მოგვიყევი ახლა. ნორმალურად რამე, როგორც შეიძლება. რა ხდება შენკენ, ვიცით რომ აღარ ხარ კომენტატორი და მოკლედ. ხო, მაგრამ სწორედ თქვი შენ მაგაზე სხვაშორის მანამდე გვილაპარაკია სხვებთანაც და მე მგონი ყოფილი კომენტატორი ხო ცოტა უცნაურია ერთის მხრივ, მაგრამ რაღაცა ეგრეა რომ ყოფილი კომენტატორი თითქოს არ არსებობს. ხო და თან ის არის, აი მოთხოვნილება შეკარად ორგანიზმში გზნობ რომ აქვს რა, აი ძალიან მინდა ისევ ეს მომენტი რომ მიკროფონს რო გაიკეთებ და ჩართავ და ლაპარაკობ და თამაში რომ მიდის. გადაეშვები იმ სივრცეში, არაფერზე არ ფიქრობ იმაზე. ეგ ძალიან ის არის. დიდი ხიბლი აქვს მაგამ ბავშვს. 14 წელი გაუთავებელთ რომ ერთ საქმეს აკეთებ. რაღაცა ცვლილება გინდა რა და ეს პაუზა მაქრო კარგია. გუში რომ შენ ყოფილიყავი საკომენტატორო ჯიხურში და ის გოლი რომელიც ყვარამ გაუტანა ლივერპულს მე ის ემოციები წამოვიდოდა რა თქმა უნდა მე როცა მსაჯის აღმართულ ხელს დაინახავდი ალბათ ეიქნებოდა დიდი იმედგაცრუება. მსაჯის აღმართულ ხელამდე გამეორება ვნახეთ და ხო ცოტა რაღაცა იქვე დავინახე რომ ლუკამ კალატოზმა და მეორე არ მახსოვს ვინ იყო რომ ბიჭო მე მგონი თამაშგარე ხო არისო ამოდიოდა და ჩვენ ვაფშე არ მიგვიქცევია ყურადღება მაგას და აუ აი მაგას ვიღაცა ამბობს უკვე იძაბები და კითხვისანი გამეორება ვერ დაიწყო და რომ გააჩერეს კადრი არა. აუ და რო თამაშგარე მე იმედგაცრუებული გარდა იმისა რომ ყვარამ გაიტანა და გვინდოდა რა თქმა უნდა და PSG-ს ამიტომ გულშემატკივრობდით მეორე მხრივ იმსახურებდი. კი, ძალიან მაგარი თამაში ჩაატარეს ძალიან და აი როგორც რეალმა მოუგო ლივერპულს ლიგის ფინალში და თუმცა სასწაულები აკეთა რაღაცა კარმასავით დაბრუნდა. ხო, ლაივში თქვი ზუსტად ეგ რომ მე მეკარისგან ეგეთი კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ის მახსენდება რა. კურტუას პერფორმანს შენ დაწერე სტატუსი ძალიან არსენალს გაუჭირდებაო ყველაზე მეტად ეგეთ პროგნოზი მქონდაო და 7-1 მოიგეს გასვლა. სადაც ხელი და ფეხი მიმიწვდა ყველგან თქვიანო თან აი ორშაბათობაში თქვი და გაზეტას ლაივში ვიყავი პავლიკასთან სტუმრად და იქაც მე არსენ ყველაზე მეტად გონია რომ არსენალს გაუჭირდება თქო და ეს
ხა არ უყურებდი Arsenal-ს, იმიტომ რომ პარალელურად რეალი ატლეტიკო იყო, მაგრამ ხო იცი, ხანახან შედიხარ მაინც შესამოწმენა და სხვაგან რა ხდება და ეს 0-1, 0-2, 0-3, რა რო ეწერება და ეს გაუთოებოთ რომ იმატებს Arsenal-ს ხარ, მეთქი რა არის? ბოლოს 7-1 რო გახდა, სიცილიამ მიტყდა. აი, სუსტ გუნდებთან ინტერის სიძლიერეზე ვერ იმსჯელებ, იმიტომ რომ ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია 1-0, 2-0 მოიგოს და ვერ მიხვდები ძალას, სანამ ძლიერთან შეხვდება ვიღაცას. და ძლიერთან მოუწოს ყველა ვარიანტში თამაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მან გააწყვეტა, მე მგონი გააწყვეტილია, რომ იქინა ბაიერნი გამოვა. 3-0 მოუგო მაინც. მარველოდი რომ არ მოგატყუა. არც მე. ხო, არ მეგონა 3-თან. პირველად მოუგო ხაბი ალონსოს. კი ბატონო, კი. ამ სეზონში ორი ფრე იყო. ხო, კი, ამ სეზონში ორი ფრე იყო და თასზე მოუგო ბაიერმა და შარშან ბაიერმა მოუგო ერთი მეორე ფრე იყო და იმის წინაც არ ქონდა წაგებული ერთ თამაში, კი. ხო და 3-0 ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის. მე არ მინახავს იმის გამო რომ პარი სენ-ჟერმენი ლივერპული იყო და თან ამავე დროს ლეპტოპში ბენფიკა ბარსელონას უყურებდი. აი ზუსტად ეგრე უყურებდი მეც. ზუსტად ლეპტოპში ბენფიკა ბარსა და ცოტა დაიჭაგრა ეს თამაში, მაგრამ ბევრმა დაწერა ლაივი რო ქონდა თქვა მე თამაშების მერე ბევრმა დაწერა რომ ცოტა უაზრო წააგო ლევერკუზენი, იმიტომ რომ პენალტიც უაზრო იყო, გოლიც უაზრო გაუშვეს, წითელი რაღაცეთი იყო, სულელურია და ფრიპონგმა ვერ გაიტანა, აი 100%-იანი ხო. ხო, სამწუხაროდ მე მაგალითად ამ წულში მაინცაც ჩემი სიმპათიები ალონსოს და ლევერკუზენის მხარეს იხრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთის ხრივ სამაგერო თუ თქვა ეგეთი მომენტი გაქვს, სამაგერო თავი შეიძლება დაიმშვიდო იმით, რომ ბაიერნი ინტერი უფრო აფიშაა. არა, ხო, უფრო აფიშაა. ვიდრე ლევერკუზენი ინტერი. თუმცა კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა, რომ ლევერკუზენი ბაიერნში ინტრიგა დარჩენილი იყო, იმიტომ რომ დავაკვირდეთ ახლა 8 წვილიდან ცოტაში დარჩა ინტრიგა ძალიან. და საწყენია. თუმცა თამაშები მე რომ ნახეთ ისეა გადანაწილებული, რომ მეტნაკლებად აი 4 თამაშს მაინც ისე გამონა, ამიტომ ბარსა ბენფიკა დღეს ახლა სამშაბათს. და ნუ კარგი, ვთქვათ, ინტრიგა მაინც არის რაღაცა მაგ შეჩენილი. უბრალოდ ჩემთვის როგორც ბარსას გულშემატკივრისთვის ცოტა ის არის, რომ ხო, ნუ ეხა დღეს ეხა გავარდეს ბარსელონა, მე დანარჩენ თამაშებს ვიდი და უყურე ეხლა. გუშინ ცოტა იმის არაუხოს ვაიბები წამოიღო კუბასის კულტურამ ეგ პესაჟესთან რო გავარდით, მაგრამ ნუ ბენფიკა. კი ბატონო, მაგრამ მაგარი ის გაწურეს. გასვლაზე მოგება არაფინია გამოხდა არაფერი და ინდივიდუალური ახლა გავდა ბარსას ეგ მოგება და ლივერპულის მოგება ერთმანეთს ის უფრო მეტად სიგიჟე იყო. ბენფიკამაც აჯობა, ხო? კი. თავიდან პირველ 5 წუთში 3 მომენტი ჰქონდათ და შესნის თამაში იყო ძალიან მაგარი. ბარსას ფაქტობრივად მომენტი ერთი ჰქონდათ, აი როცა სამჯერო დაარტყეს ერთ შეტევაში, მაშინ იყო მომენტი. ლევანდოვსკის იმის მერე ეგრევე მალევე გააძევეს კუბარსი და გუნდი აშკარად დადგა უკან რომ გაეწურათ ფრე და მერე როგორც პირველ თამაში მოხდა რამდენიმე სისულელე და ის გოლები რო გავიდა, აქაც ერთი სისულელე იყო და რაფინიამ რაღაცნაირად აი არსაიდან გოლი გამოხდა და გაიტანა. გუშინ რა ჩამჭა იცი ძალიან თამაშს მერე ყვარას კომენტარი იყო, რომ გონიო დავამტკიცოთ, რომ ლივერპულზე უკეთესი გუნდი ვართ და ნუ არ გაგვიმართლა, მაგრამ მოგებას ვიმსახურებთ. ამაში ყველა ვეთანხმებით, აბსოლუტურად. ესეთ კარგ თამაშს ჩაატარებ და შედეგად იღებ იმას, რომ ენფილდზე ხარ ჩასასვლელი და ორი ბურთი დაუსაგები. აი, აბსოლუტური უსამართლობაა. რთულია ის თქვა, რომ განწირულია PSG-მა, ძალიან რთული თამაში იქნება რა, ხო. გახვიდე და იმიტომ ჩვენ მე ლაივში ვიხსენებთ მაგალითად, თქვენ თუ გახსოვთ, როდის იყო ბოლოს შემთხვევა, რომ ლივერპულმა პირველი თამაში სტუმრად მოიგო და მეტოქეს ენფილდზე აქვს მოსაგები, რომ გავიდეს და მოხდა ეგ. არა, ხო. პირიქით ბევრი გვახსოვს და თავარი ბარსელონას ამბავი ბარსელონას ამბავი მაგრამ ის რომ ენფილდზე ლივერპულმა პირველი მოგებული მერე წააგო და გავარდა ეგეც რაღაც ვერ ვიხსენებ სტატია იყო რომელიღაცა პორტალზე რომ ვენგერის იდეა არის რომ შეიცვალოს ეს თამაშგარის აი გამეხანია ხო რომ აი თუ ფეხბურთელი მთელი კორპუსით წინ არის ხო ამ შემთხვევაში ვთქვათ გოლი ჩაითვლებოდა ხო კვარასი მაგრამ რაზეც მიდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში აპელირება რომ აი არ შეიძლება ჭრილის გამო თამაშგარში ჭრილი ქონდა და მაგიტო თამაშგარი იგივე იქნება მერეც. ანუ გასაგებია რომ სხვა კუთხით მაინც რაღაცა ხაზები იქაც იქნება გასაგები. არა, ხაზები იქნება გასაგები. ანუ გულისხმობ იმას რომ ეხლა როცა აპელირება მიდის იმაზე რომ ტეხავს თამაშგარის დაფიქსირება და გოლის დარჩენილი როცა ფჭხილი აქვს წინ მერე იქნება რომ აუ ფჭხილით ეხებოდნენ ერთმანეთს. ანუ ერთ ხაზზე იყვნენ ფჭხილით და მაგიტო არ იყო თამაშგარი. ან რაღაცა ძალიან მილიმეტრი იყო სხვაობა ამის ფჭხილსა და იმის ფჭხილს შორის და აუ ამის გამო თამაშგარი ახლა საერთოდ მგონია რომ პირიქით გოლს გამოიწოს, მგონია რომ შეიძლება დაიკლოს საერთოდ გოლების რაოდენობა, იმიტომ რომ ეგეთი რამე თუ მოხდა, იგივე რაც დღეს ბარსელონა აკეთებს მაგალითად, ხო, ზემოთაწეული და ვეღარ გარისკამენ, ძალიან დაიწევს დაცვის ხაზი ყველა გუნდში აბსოლუტურად. უფრო ჩამჯდარი ფეხბურთი წავიდა. კი, მივიღოთ შედეგად ის რომ საჯარიმოში იქნებიან ჩამდგარი ყველა, იმიტომ რომ თამაშგარი არ დაფიქსირდეს ეგეთი სულელური და მაგიტო პირიქით ხო შეიძლება დამოუკველი იყოს ეგ ამბავი. ბარსა საერთოდ უარს იტყვის, მაგრამ ანუ ზემოთ აწეული დაცვით თითქმის არავინ აღარ ითამაშებს ალბათ. ისევ ლივერპულს და PSG-ს დაუბრუნდეთ, როცა გუნდი აი ესეთ თამაშს იგებს, იშვიათად მახსენდება რომ მე იმ გუნდთან ესეთ ფორმაში მყოფ გუნდს დაეთმოს ტიტული. კი, მეტახლა. ლიგა გასაგებია ქულები ვერ და მიიმატეს, მაგრამ სამაგეროდ ისეთ თამაში მოიგეს, საიდანაც ნუ
ყველაზე უკეთეს ვარიანტი ფრე უნდა წაიღოთ. ყველაზე იდეალური ვარიანტი იყო ფრე. ხო. პარი სენ-ჟერმენის პლუსები რაც არის, იმისი განაიტრალება ყველანაირად სადა სლოტმა ხო თავის გუნდთან შედარებით. ხო, დაცვაც უკან ყავდა ძალიან დახეული, იმიტომ რომ ყველაზე უგდებდა პერიოდულად. ხო, ყველა საშიში რა არის ახლა? დემბელე, ბარკოლა, სისტრაფე, არნოლდთან და რობერტსონთან მიმართებაში, ხო? ამიტომ დაცვა ძალიან უკან იყო დახეული, ბურთი დაუთმეს. იმათმაც საოცარი თამაში ჰქონდათ ნებეშსაც და ვიტინიასაც, მაგრამ ესეთი არჩევანი გააკეთა და ვარიანტი რომ პარი სენ-ჟერმენს ეს თამაში მოერგო გამოვიწევდა მე იმას რომ საფასურო შეხვედრაში ლივერპულს სადღაც მაინც მოუწევს შეტევა, სადღაც მაინც მოუწევს გახსნა, სადღაც მაინც მოუწევს დაცვის აწევა, გარისკვა და ამ დროს ერთვება დემბელე, ბარკოლა, სისტრაფე, რომელიც ძალიან საშიშია უკვე ლივერპულისთვის, ხო? ეს შევა ვეღარ ვნახოთ. იმიტომ რომ მოიგო. აღარ არის, ხო? მოიგო და გასარისკი აღარ არის. ლივერპულისთვის რა არის, იცი? ასტონ ვილა უწევს შემდეგ ეტაპზე. ასტონ ვილა უწევს, კი. არ იქნება მარტივი რაღაც დონეზე, იმიტომ რომ უნაი ემერია. მაგას თავი გაანებო ზოგადად თუ დააკვირდება ხე ბაიერნის შემთხვევაში არ გამოჩნდა ეგ დიდად, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან და ბევრი გამახსოვრებათ ეგეთი, როდესაც ერთი ქვეყნის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს და აშკარად წულში აუთსაიდერად მიჩნეულმა გააგდო ძლიერი, იმიტომ რომ ერთი ქვეყნის გუნდები როცა ხვდებიან ერთმანეთს, მან რაღაცნაირად იცვლება რა რეალობა და სულ სხვა ის არის ხოლმე სიტი ტოტენჰემი რო იყო ბოლოს. ბევრი იყო, კი. პირიქითაც მახსოვს, მაგალითად ბაიერნი კაიზერი იყო როგორც მახსოვს ერთხელ. შეხვდნენ ერთმანეთს, მე მგონი ბაიერნი კაიზერსლაუტენი ლიგაზე და ნუ გადაუარა ბაიერნმა ეგრე მახსოვს, მაგრამ ნუ გუშინაც ხელს სიტყვაზე ლევერკუზენს ძალიან მარტივად მოუგეს და ფავორიტად ითვლებოდნენ ასე თუ ისე მაინც წყვილის, მაგრამ ბევრი შემთხვევა იყო პირიქით მომხდარა. ქართული გულშემატკივრისგან აი ძალიან ისაა ხოლმე, ხო, აი რატო გაყავთ ყვარა მოედან და როცა საუკეთესო მე მესმის. გუშინ იფრინა, ლიონთან ქონდა სასწაული თამაშთან მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა და 71 წუთზე მოხსნეს. აი მაგ ყველაფერს შენი საფეხბურთო ცოდნით, აი მაინტერესებს უბრალოდ გულშემატკივრებმაც რო გაიგონ, როგორ ახსნე მაგ ყველაფერს. საინტერესო პროცესია ძალიან რა, რადგან ბარკოლასაც, დემბელესაც და ყვარასაც უკვე ჯერესტი არ აქვთ აი მიჯაჭულები არ არიან ერთ კონკრეტულ პოზიციას და უწევთ სულ ვარირება, სულ ცვლილება, რაც რაღაცა დამატებით მონაცემებს ამაცას ავლენს. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მთავარი ალბათ ისაა, რომ ახალი მოსულია და ხა ბარკოლა, დემბელე მაინც ამ გუნდში არიან და ბევრად მეტი ავტორიტეტი აქვთ და ბევრად ლოგიკურია რა, რომ აი გუშინ ხა მაგალითად ბარკოლა გაიყვანა ჯერ, ხო? და კვარა მე შეცვალა. ბარკოლა შესაძლებელი იყო ეთყობოდა, დაღლილი იყო, დაიღალა, აშკარად ხო, თამაშს არ ქონდა კარგი და დაღლილი იყო. გუშინ სკამზე საერთოდ არ შემოყვანილი, რომელიც ასევე ძალიან კარგია, საფრანგეთის თამაში. დუესთან შეუძლია უკინააც ითამაშოს, წინაც ითამაშოს, ანუ მანდაც დიდი არჩევანია, ხო? ხედავთ რომ პარი სენ-ჟერმენი თამაშობს უკვე სრულწრიანით, ხშირ შემთხვევაში როცა ამაში არ არის ძირითადში, მეტი ფორვარდი არც არის, ხო, გუნდში რეალურად და ცენტრ ფორვარდი ასე. და დემბელესაც აშკარად უფრო კომფორტულად გზნობს დემბელეს თავს ამ სიტუაციაში და ყვარაც კომფორტულად გზნობს თავს როგორც ვნახეთ მარჯვნივაც მარცხნივ მისვი პოზიციაა გასაგებია ცენტრ ფორვარდად მარჯვნიდან შექმნა ის გოლი და მარცხენა ფეხით საოცრად დაუტრიალა არის და ეგ ჩვენთვისაც კარგია იმიტომ რომ ნაკრებს აუცილებლად გამოადგება ეგ ყველაფერი ყვარასთვისაც კარგია იმიტომ რომ მგონია რომ ეგეთ სიტუაციაში როდესაც სულ ფორს მაჟორშია და სულ რაღაცის მოფიქრება უწევს და კომფორტის ზონაში არაა რა. სულ იმაზეა, რა ქვია, ნემსებზეა და სულ რაღაცის მოფიქრება და ახლის კეთება უწევს და ახალთან შეჯახება უწევს. ეგ გაზრდის, აუცილებლად გაზრდის რა და კვარა ეთყობა. ეთყობა, არა, ეთყობა რა შედარებაა. შენ ასევე წაყვანილი ყავს ეროვნული ლიგა. გაქვს უბრალოდ რაღაც თამაშები რამდენიმე და ზუსტად ეხა დაიწყო ეროვნული ლიგა, მოქმედმა ჩემპიონმა 2-2 თამაში იყო და იბერია ტორპედო, ხო იდეაში ეს ცენტრალური თამაში იყო. კარგი თამაში იყო ძალიან. ხო და რა მაინტერესებს ცი? ბოლო რა უნდა მოხდეს ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთში, რომ კონფერენს ლიგის ბოლო და პლეი-ოფამდე მაინც რომ მივიდე. ეგ რო ვიცოდე. აი რამ მინდა კითხო იცი რომ თამაშებს უყურებ და ეს იბერია თამაშობს რაღაცას რა ნორმალური ბიჭები ყავს იქით გახედავ ერთმანეთში თამაშები ხო მაგრამ აი არ არსებულ გუნდებთან ვაგებთ კი ბატონო მე მგონია რომ მაგალითად აი ტორპედოში სიტუაციაზე ამ ეტაპზე საკმარისი რესურსია მობილიზებული და საკმარისად არის გუნდი მომზადებული იმისთვის რომ გააკეთოს მაგრამ გაუჭირდება იმიტომ რომ უწევს თავიდანვე კონფერენს ლიგას დაწყება და უნდა გაიაროს 4 მეტოქებს ვარცხები რა ძალიან ძნელი იქნება ჯგუფში მოსახვედრად 4 ხო იქ შეიძლება ისეთი გუნდი შეხვდეს მესამე ან მეოთხე ეტაპზე უკვე რომ იქთან ჯგუფში არავინ არ არის კონფერენს ლიგაზე ყველა შედის ხო აი ჩელსი მითამაშა პლეი-ოფში მაგას შეიძლება ჩელსი შეხვდა უცებდა ხარ რანაირად უნდა მოთხოვო ხარ ჩელსის გაგდება ხო სამაგიეროდ იბერია არის ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ თავარია რომ
მაგრამ იქნებ ერთი ეტაპი გაიაროს იბერიამ, ცოტა უნდა გაუმართოს წელიწადში გასაგებია, მაგრამ ერთი ეტაპი გაიაროს, რომ მე იქნებ აქაც გაუმართოს არ გაუმართოს აღარა, უკვე აქაც თუ წააგო, კაი, გადავა ევროპა ლიგაზე, იქ თუ წააგო, აქ მაინც გადმოვა და პლეი-ოფს მაინც ითამაშებს, ახლოს მაინც იქნება. რაც ერთხელ იყო თუ გახსოვთ, ხო, იბერია. კი. ერთხელ ანუ არარატთან რო წააგეს. არარატთან მაქამდე მე გადიოდნენ ლუქსემბურგის გუნდზე, რომელსაც გააგდო ის არარატი მე. და შევიდა ჯგუფში. გუდელანში გავიდა ჯგუფში, ხო. ყველაზე ნაკლები მოლოდინი ვისგანაც არის ხოლმე ამ 4-ში. ყველაზე ნორმალურად ის გუნდები თამაშობენ. ეხა გაჭირდება ეგ ამბავი. ანუ სპაიერი თასამაგებული. ამ შემთხვევაში კი, იმიტომ რომ საქართველოს მეორე ლიგის გუნდი ითამაშებს. რაც ცნაურია. ო. აი, გაჭირდება. ეგეთი გამოსტობა ხო რქონია აშკარად. საქართველოს გუნდი მეორე ლიგიდან. გაგრა იყო ერთხელ როგორც თასის გამარჯვებული იყო. ხო, ცოტა ხნის. მაგრამ არ იყო უმაღლესი ეროვნულ ლიგაში? არა, მეორე ლიგაში, ანუ პირველ იმაში იყვნენ ლიგაში. თასი მოიგეს და ეგრე მოხვდნენ მერე საკვალიფიკაციო, ნუ მაგრამ ვერაფერი. ფაქტი ისაა რეალურად, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგი, ანუ სპაიერის გარეშე, სპაიერის წარმატებას მიაღწევს თუ არ მიაღწევს, მაინც კატასტროფა. იყო მომენტი, როდესაც რეალური იყო იმის შანსი, რომ ამ სეზონის დაწყების წინ ყოფილიყავით 40 რამდენია 11 ფედერაციაა, ხო თუ არ ვცდები? 15 თუ 16-ია. 15? ხო. ნუ მოკლედ 3-ის წინ იქნებოდით მარტო რა. ჩვენ ჩემპიონატს რეიტინგით უსწრებს ჩემპიონატი, რომელიც არ არსებობს. ლიხტენშტაინს არ აქვს ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენზე მეტი რეიტინგი აქვს ლიხტენშტაინს, საქართველოს ჩემპიონატზე მეტი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი არ აქვს. იმიტომ ლიხტენშტაინთან თამაშობს ვადუცი, თასი აქვს მარტო, იმ თასს ვადუცი იგებს. გადის ეს ვადუცი მე ევროპა ლიგაზე, კონფერენს ლიგაზე და ნუ გასაგებია რომ რაღაც უპირატესობა არის, იმიტომ რომ ერთი გუნდია და ამისი ქულები ერთზე იყოფა მარტო, რაც ზაგრებს ეგ არის და ჩვენთან 4 გუნდზე უნდა გაიყოს ეს ქულები, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არა, ფაქტად ჩემპიონატი რომელიც არ არსებობს, საქართველოს ჩემპიონატს უსწრებს და მაგაზე დიდი ტრაგედია და უბედურება რა შეიძლება საქართველოს ჩემპიონატის დონის გასაზრდელად ეს მარტივად ბანალურად რო ვთქვა, აუცილებელია ის რომ კლუბებმა უფრო უკეთ იმუშაონ საკუთარ ბრენდზეც და საკუთარ, ანუ იმაზე რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ხო. და მე მგონია, არ ვიცი, შეიძლება სულ ვწდები და სულ ამას ვამბობ, მაგრამ მე მგონია რომ ქართულ რეალობაში და ანუ ქვეყანაში ზოგადად არის იმაზე მეტი ფული ტრიალებს, ასე ვთქვათ, ვიდრე ქართული კლუბები ახერხებენ რომ მოიზიდონ. ელემენტარული რაღაცები არ კეთდება ჯერ კიდევ, რაც 25 წელია და ეხლაც კი მაისურის ყიდვაც კი შევა პრობლემატურია ჯერჯერობით ამ ეტაპზე. შეიძლება თორი არ გვაქვს რაღაც მაღაზიები. მაგრამ ვიცი რომ რაღაცები კეთდება მაკუთხე და სიახლეები არის. ეგ უნდა მეთქვა რომ ტორპედო წეგან ვახსენეთ, ანუ მაკუთხე ძალიან ვითარდება, იმიტომ რომ წელს დადეს პირველად არც ერთი ქართული გუნდისგან არ მახსოვს მე, არ ვიცი შეიძლება პატარა როგორ მაგიტო, მაგრამ უფრო არ იქნებოდა ადრეც ის სეზონური ბილეთები, ანუ მთელი სეზონი აბონემენტები. ეგ არის აუცილებელი. კლუბი უნდა გაესაუბროს პირველ რიგში თავის კომაქს რა, რომ უთხრას რომ ხალხო ბილეთს რო ყიდულობთ, ჩვენ გვეხმარებით, ანუ ხო მოგწონს რომ მოდიხარ და თამაშს ესწრები, ხო? შენ რო ბილეთს ყიდულობ, ჩვენი დახმარებაა, კლუბს ეხმარები ამით რა. მაისურს რო იყიდი ჩვენი კლუბის, რომელიც გინდა ხო რომ კონდეს ხო ტრიბუნაზე რო ზიხარ, მაისური გინდა რომ გეცვას, ხო? ამით ჩვენ კლუბს ეხმარები, შარფს იყიდი, ჩვენ კლუბს ეხმარები, კლუბს ეხმარები და მაგით უნდა იმას ვქნათ, მივიდეთ საბოლოო ჯამში რომ გულშემატკივარი ხდებოდეს იმას, რომ მისი საშუალებით ეს ადამიანები ყველა ერთად ამდენი კომაგი რო არის რაღაცა კლუბის ეხმარება თვითონ ამ გუნდს, ოღონდ შესაბამისი ხელმძღვანელიც უნდა იყოს იქ და ნდობაც უნდა ქონდეს ამ გულშემატკივარს და იცოდეს რომ ეს ფული რომ მიდის ამ კლუბში იხარჯება კლუბისთვის და სახში არ მიაქვს იმას, ხო? დივანს არ ყიდულობს ამ ტელევიზორს. აი მე რო რაღაცას კლუბი ვარ, ხო და ყიდი მაისურებს მაგალითად, ხო? გარდა იმისა რომ უნდა გავაგებინო ხალხს, რომ იცი რა ხალხო მაისურები იყიდება. მაგის გარდა უნდა მოანდო მოტივს, ხო? ანუ უნდა რაღაცნაირად ისეთი სარეკლამო კამპანია უნდა აწარმოონ, რეკლამა გააკეთო, ან თუნდაც სოციალში გააკეთო პოსტი რაღაცა. რო ტიპმა მარტო კი არ გაიგოს რომ მაისურს ყიდი. მოუნდეს. კიდე ერთ თემას შევეხოთ ახლა, საერთოდ როგორ იტევს ამხელა ინფორმაციას შენი ტვინი ნახდა არ ვიცი, რასაც შენ წეგან ახსენე სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, სანამ შევიდოდით უკვე ეთერში, მანამდე ახსენე რომ მაგიდის დერბი რომელიც გადასარევი პროექტია, იქ შერჩევა მიდიოდაო ხალხის, ხო? და რამდენად არის ცოდნა უბრალოდ აი ჩვეულებრივ ადამიანებში საფეხბურთო ცოდნა განვითარებული და რამდენად მუშაობს ეს ხალხი იმაზე რომ თავის თავზე რომ რაღაცა განავითაროს და უფრო მეტი იცოდეს. აი შენი დაკვირვება როგორია? ისმობ შესაძლოა რომ ჩავატარე. ხო. ანუ რა არის საფეხბურთო ცოდნა მე მგონი ორად იყოფა, შეიძლება მეტადაც იყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი არის ფაქტობრივი ცოდნა ფაქტების რაღაცის
და პლუს მეხსიერება რომ იმახსოვრებ ამას. მეორეა ცოტა სხვა საფეხბურთო ცოდნა, ხო, რომელიც შეიძლება ხა ადამიანს საერთოდ არ ქონდეს ფაქტობრივი ცოდნა და არ იცოდეს მაგალითად 58-ში ვინ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ცოდნა ქონდეს კონკრეტული თამაშის საქმის, ტაქტიკური ცოდნა ქონდეს, განათლება ქონდეს, ხო, ტაქტიკური თუნდაც ხო და არა მარტო, ძალიან ბევრი ნიუანსი, ძალიან ბევრი დეტალია. იცი რა არის, ცოტა რთული განსასაზღვრია ხოლმე რა არის ზღვარი. აი ამის ქვემოთ არ იცის ტიპმა რაღაცეები და მაშინ ვერ გამოდგება სიტუაცია, ამ თამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. აი ზღვარის დაწესებაა ძალიან რთული შენი გადმოსახედიდან. მაგიტო ყოველთვის გჭირდება ვიღაცა, ვისაც ეთქვი რომ ეს რო ვკითხოთ. ხო. და ამ შესაძლოა ცოტა გაგვიჭირდა მაგ კუთხით, მაგრამ მაგალითად ბათუმის შესარჩევშიც და თბილისის შესარჩევში უფრო იყო რო არ დავმალო. გვიწევდა შეფასებების წერა მე და საბოლოო ჯამში აი ამ შეფასებებით ვიღაცები გარეთ დარჩნენ, არა და ძალიან გული დავწვა. თბილისში უფრო მეტი იყო კიდე. აი თბილისში საერთოდ რას უყურებდი, შეიძლება 16-იანიც კი გავეკეთებინა რა. იმდენი კარგი მონაწილე მოგვიწია რომ გარეთ დაგვეტოვებინა, იმიტომ რომ სხვები უკეთესები იყვნენ, აი ოდნავ, სულ ოდნავ. თავარი კიდე რაც არის და რაც ჩანს ხოლმე თუნდაც ლაივებში, გადაცემებში ზოგადად, ხო, რამდენი საფეხბურთო გადაცემაა თუნდაც და რამდენი მაყურებელია ხოლმე, რამდენი ადამიანს აინტერესებს ფეხბურთი ზოგადად. რამდენი ადამიანი უყურებს, ყვარას გამოჩენამ, რამხელა ის გამოიწვია, რომ ბავშვებში განსაკუთრებით რომ ახალი ადამიანებში ბიჭო, ანუ ისეთ ხალხი რომელიც ფეხბურთს აღარ უყურებ და სულ აბა ყვარათ როდის თამაშობს, აბა ყვარას თამაშობს და უყურებენ ჩამჯდარი. შენ ქონდა ხო სტატუსი მგონი მაშინ რომ ნაპოლიო კარგი ქართული გუნდია უცხოელი ფეხბურთელები. ეგრე იყო რა მაშინ რა. ზუსტად ეგრე იყო. ნეაპოლის მერე ყველაზე ჩვენებმა რა ქნეს ვიღაცა რომ მკითხავ და ვიცოდი რომ ნაპოლის გუნდის ოსიმენზე და ვიღაცები ისელაპარაკობდა ხალხი ეგონება ეს. აი ძმაკაცი იყოს. აგერ გორელია ოსიმენი და მარიო რუი ისე წალენჯიხიდან. მგონია რომ გენეტიკაში გვაქვს რა ფეხბურთი, იმიტომ რომ ძალიან მიკვირს ხოლმე ტიპი საზმაკაცოში ბევრი მყავდა სამწუხაროდ. მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს, ან რომ არ უთამაშია რა. მაინც მიკვირს ხოლმე მაინც რა. მეშინია თან. ბიჭო არა, არ მეშინია ხა, ბევრს ვიცნობ, მაგაცები მყავს ბევრი, მაგრამ აი ის არის ხო იცი, აი მაინც რაღაცა ის არის, რომ მით უმეტეს ჩემ ბავშვობაში, სადაც უბედურ 90-იანებში, სადაც ეზოში მანქანები არ ეყენა და თამაში შეგეძლო, მაგას როგორ უშვებდი ხელიდან რა, სხვა რა უნდა გეკეთებინა, შუქი არის, ყველაფერი არის ხო. ცოტა უცნაური არის რა, რომ აი ფეხბურთს არ თამაშობდა ვიღაცა, ან ფეხბურთი საერთოდ არ უყარს, არ აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან გამჯდარია ჩვენში ფეხბურთის ისა. თითქოს არ ვიცი, საშუალო სტატისტიკურ ქართულს ბურთი რო გაუგორო, მე მგონი რაღაცას აუკეთებს. ტატო რა მომენტარს ვიცი, თუ გახსოვს, ითქვი 14 წელი ხო კომენტატორ პირველი თამაში გახსოვს, რომელიც წაიყვანა. მომიყოლია ბევრჯერ ეგ. ძალიან სასწაული ამბავი არის ეგ, იმიტომ რომ სექტემბერში გაუგზავნე ჩანაწერი ორი თამაშის ბიძინას და ახო გეგელიას, რომელსაც ბიძინას და ლეონ სოლოკვაძეს მიაწოდა. მე 3 თვე ტვინიუბურღე რომ აბა მოისმინეთ, კაია, ზუდია. დეკემბერში დამიბარეს, მახსოვს, მივედი, შევხვდი ბიძინა ვარათაშვილს ლეონ სოლოკვაძეს, ვერც 10 წლის დეკემბერი. და მეუბნებიან რომ მოусმინეთო, კაი იყო და ხუთშაბათი იყო, ზუსტად მახსოვს. და შაბათს რეპორტაჟი დაждდებიო. და ანუ ხო სამ დღეში просто პირდაპირ ეთერში უნდა დავჯდე უკვე და კი მეთქი და დავჯდე კი თან კაკაბაძესთან ერთად, რომელიც ასევე დებიუტანტი იყო, კაკაბა მიმოხილვებს მაინც აკეთებდა მანამდე რა, მზეზე, მზერო იყო. რაღაც გამოსtildeება ქონდა. ხო, ნუ მაგრამ აბსოლუტურად სხვა არის. პირველი თამაში ქონდა კიევო რომა. მახსოვს 2-2 დამთავრდა. აი პირველი 5 წუთი იყო აი გარნა რო უყურებ, საკუთარ თავს ესე ამოფრინდები და ესე რო უყურებ, ნერვიულობდი საზიზღრად. მე რომ მოусმინე ჩანაწერს იმავე და სახში რომ მივედი, მივხვდი რომ მე კი ვიცოდი რომ ნერვიულობდი, მაგრამ ვიღაცა მომავალ ვაფშე კონსერვო ვიმიყავი, ხო ვერ მიხვდებოდა რომ ნერვიულობდი რა. ნუ მეტაკლებად კარგად ჩაიარა მაგ ამბავში და წლების მერე ვიპოვე ჩანაწერი სილკში, სამსახურში დისკი ვიპოვე, რომელსაც ეწერა კიევო რომა. და ავიღე, კაკაბაც იყო, მეთქი ბიჭო, მე მგონი ჩავრთე და ეგ იყო. ეგრო ჩავრთე, ვაიმე, მეთქი ჩემი ეს, ანუ ამე ხა, ამებს ლაპარაკობდი, მეთქი ეს ეთერში იყო თქო და ეს მე ვიყავი თქო, მივხვდი რომ ყველა პროფესიაში და კომენტატორობაშიც წლები რო გადის, ბევრად წინ ვიდიხარ ადამიანი. თამაში, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვდა, შენი წაყვანილი. ანუ გინდა ემოციურად, გინდა ის სასწაული. ბევრი იყო. აი ვერ გამოარჩევდი ერთ? ერთი არის სულ ამბობ ხოლმე და ყველას გადაობა ის იყო რომ ადრე წლების წინ გადაცემას აკეთებდნენ ნაფნაფა, გიორგი ზურაბიშვილი და ჯუნიორა, ლეონ გუდუშავა. და მაგ გადაცემაში კომენტატორებზე ქონდათ ერთი გადაცემა და მანდ იყო კითხვა ყველაზე დასამახსოვრებელი თამაშია და მე და სანდრო ცნობილაძე მოყავთ ერთ და იგივე თამაში. ოღონდ ერთმანეთთან გამოუკიდებლად საერთოდ გულაპარაკი ამაზე რა. და ძალიან გამისწორდა ეგ რომ ერთად მიყვავდა ის თამაში. იყო ნაპოლი ლაციო. სასწაული თამაში იყო. მაშინაც ვიდეო რეფერია და არაფერი. წითელი ბარათი პენალტი არ დანიშნული პენალტი 3-1 იგებდა ლაციო, ამან მოუგო 4-3 კავანი ჰეტრიკი შეასრულა, ბოლო წუთზე თავზე გადაუგდა, აგრეთ სასწაული თამაში იყო. მაგრამ მაგის მერე
მე წავიყვანე ბარსელონა Paris Saint-Germain. 6-1, კი. და წაყვანილი მაქვს ბარსელონა Celta 6-1, რომლის მეორე ტაიმიც არის გათამაშებული პენალტი რო გააჩნდა. შენ და ბიზნეს მიყავს. კი. და ეგ მეორე ტაიმი, ერთი კონკრეტული ტაიმი რო აიღო, ეგეთ ფეხბურთი მე არ მინახავს აი ეს. საბედნიეროდ 14 წელიწადში ბევრი კაი თამაში იყო რა. თუმცა უფრო მეტი იყო ისეთი, რომელიც აი რო გამოდიხარ და მეორე დღეს აღარ გახსოვს. რამდენი იყო იცი ეგეთი? იცი რამდენი იყო? მეორე დღეს რა შეესვენებები თუ მიყავდა შესვენებაზე არ გიფიქრია რომ ნეტა მეორე ტაიმი არ იყოს ამ თამაშში? არ ვიცი რა განანახე ეთყობა, კალამ ერთხელ გიორგი კალატოზმა გადამიღო ვიდეო, ის რომ მე არ ვიცოდი. შეშლილი ვით ვართ ამ მაშინ თმა გაშლილი მქონდა. აქამდე ეს გზელით მით. და დედის ტრაქს ვიგინები სევილია ვალენსიას პირველ ტაიმის მერე. ეს არის 2019 მამარდამდეა რა, მამარ და არაა ჯერ ვალენსიაში. პირველ ტაიმი დამთავრდა კაშ დარტყმა არის. დედის ტრაკის გინებით გამოვდივარ პირველ ტაიმის მერე და ვიგინები რომ ეს ჩემპიონატი მოვიშოროთ, გავყიდოთ რა გვინდა ეს ლა ლიგა, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, გრძელდება მთელი სეზონი, უბედურება რა და კალა ამდროს თუმე ტელეფონით იღებს და დადო იმ ჩემისამ იმაზე მე Facebook-ზე დადო და იასნიათ აიღეს რა დღემდე შეგვიძლია სადმე უცებ ჩემი გიჟური სახე. დატო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი, მაგრამ არც არ გიშოთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის მესამე ბლოკი არის ესეთი, რომ სტუმართან ერთად რაღაც ქვიზი გვაქვს, ან გართო რაღაცა გასართობი და რა იქნება ეს რუბრიკა, ამას ავხსნი მესამე ბლოკში. ვიწყებთ მესამე ბლოკს და ლევონჩო და ტატო ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გატრენდებული ჩელენჯი, დაასახელებენ სამ თვლაზე გუნდებს და ფეხბურთელს, რომელსაც ორივე გუნდში უთამაშია, რა შანსი აქვს ლევონჩოს არ ვიცი, მაგრამ ვცადოთ. წარმატებებს გისურვებთ ორივეს. 1, 2, 3. ბორუსია. რუდიგერი. შახინი. მოდი შახინი. 1, 2, 3. მილანი. მორეს. ტორესი თქო, მე ვახე რა აჭრილი ვარ ჩემი, ტატო რომ იზის გვერდზე მაგიტო ვარ. 1, 2, 3. ბაიერნი. ლივერპული? ლიონი. ლიონი, ბაიერნი. შაკირი. შაკირი. 1, 2, 3. რომა. პედრო. არა, პედრო შემიძლია. სიტისი არა. ვიცი, ანხელინა. 1, 2, 3. ვერდერი. დიეგო. თქვა? იოზილი. აუ, რატო არ თქვი, ხო ვფიქრობდით, პროსტა ვეღარ გავრის ვერდერზე. დავა 1, 2, 3. არსენალი. არტეტა. 3. დავა 1, 2, 3. ატლეტიკო. ალდერვეირელდ. 1, 2, 3. ფიორენტინა. აუ. ბიჭო, ვაიმე, ჩემი კაი. მარტივია. ჩერჩი. ჩემი ვინ გაიხსნა. პრინციპში შედგა ბრძოლა, ლევონჩომ იბრძოლა 5-3. ოჩახ ლევონჩო, კარგი თამაში იყო. ტატო, უღრმესი მადლობა. გამარჯვებით გისურვებთ და Facebook-ზე, TikTok-ზე და YouTube-ზე ძმების პოდკასტი გამოიწერეთ. არ მოგაკლებთ ესეც საინტერესო თამაშებს, საინტერესო სტუმრებს და ბევრ საინტერესო თემას და მოკლედ მომდენო სამშაბათამდე გევშლოვებით არაერთი დაალაიქეთ ვიდეო. დაალაიქეთ ვიდეო. აი, გამოსtildeმა დაალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა. დროებით.